ხეთყის უკანონო რეალიზაციის ფაქტები კახეთში საქმეზე ბრალი 7 პირს წარედგინა. საქართველოს პროკურატურამ ყალბის საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ მოპოვებულ ხეთყეს ყალბი დოკუმენტებით ასაღებდნენ და წარმოაჩენდნენ როგორც კანონიერი გზით შეძენილს. საქართველოს პროკურატურამ ყალბის საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების მეშვეობით კახეთის რეგიონში ხეთყის მოპოვებას და მის შემდგომ რეალიზაციას ახორციელებდნენ. საქმიანობის პერიოდში ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხეთყის მასალა დაუგროვდათ, რომლის კანონიერი წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ, რაც მისი შემდგომი რეალიზაციისათვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოპოვებული ხეთყის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ბრალდებულებმა ყალბის საგადასახადო დოკუმენტები დაამზადეს თითქოს და ხეთყის მასალა სხვადასხვა კომპანიებისაგან ოფიციალურად შეეძინეს. მათ ყალბის საგადასახადო დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში წარდგენის გზით ექსპორტზე გაიტანეს 13,000 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის ხის მასალა, შედეგად კი 9 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს. ფიზიკურ პირებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბის საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, ხოლო იურიდიულ პირებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება წარედგინათ. დანაშაულის სასჯელის სახე და ზომა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირისათვის ლიკვიდაციას ითვალისწინებს. პროკურატურამ დაკავებული ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მხილების